Ცვლოვანი წანაზარდები ჩვეულებრივ ასოცირდება ასაკში შესვლის ნორმალურ პროცესთან, ყველა ადამიანის ხერხემალი განიცდის ცვლილებებს ასაკთან ერთად. Ცვლოვანი წანაზარდები ასევე შეიძლება განვითარდეს ხერხემლის დაავადებების დროს, როგორიცაა ხერხემლის ოსტეოართრიტი ან მალთაშუა დისკოს დეგენერაცია. ხერხემლის ოსტეოართრიტი ვითარდება ხერხემლის სვეტის ნებისმიერი ძვლოვანი ნაწილის დეგენერაციასთან ერთად, უფრო ხშირად ფასეტურ სახსრებში. თითოეულ მალას აქვს ორი სასახსრე ზედაპირი, რომელიც მდებარეობს მის უკანა ნაწილში. ეს ზედაპირები უერთდება ქვედა და ზედა მეზობელ მალების ზედაპირებს, რის გამოც იქმნება ფასეტური სახსრები. ხერხემლის მოძრაობის დროს ეს ზედაპირები ასევე მოძრაობენ ერთმანეთ მიმართ. ფასეტური სახსრების ზედაპირები წარმოდგენილია გლუვი, მოლიპული ხრტილით, რის გამოც ისინი თავისუფლად სრიალებენ. როდესაც ხრტილის დამცავი ზედაპირი იცვითება, ვითარდება ხერხემლის ოსტეოართრიტი. ხერხემლის ოსტეოართრიტი იწვევს სახსრების შიგნით ძვლების ერთმანეთ მიმართ შეხებას და ხახუნს. დამატებითი ზეწოლას ხერხემლის სახსარზე. ამ დამატებითი ზეწოლის საპასუხოდ ვითარდება ძვლოვანი წანაზარდები. ექსპერტები თვლიან, რომ ეს ძვლოვანი წანაზარდები შეიძლება იყოს სხეულის ბუნებრივი გზა. გადაანაწილოს წონა უფრო დიდ ზედაპირზე და დაიცვას ძვალი. შეამციროს მოძრაობის დიაპაზონი და ამით შეზღუდოს მოძრაობა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ძვალზე ზეწოლა. ხერხემლის ოსტეოართრიტი ყველაზე ხშირად აზიანებს მის კისრის და წელის ნაწილს. მას შეუძლია გამოიწვიოს შებოჭილობა, ტკივილი და სხვა სიმპტომები. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ უარესდება დილით, უმჯობესდება მოძრაობის შემდეგ და შემდეგ კვლავ უარესდება დღის ბოლოს. ხერხემლის ოსტეოართრიტს აქვს მრავალი შესაძლო გამომწვევი მიზეზი. მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადება არის მისი ცვეთის შედეგი. დისკები მოქმედებენ მალებს შორის როგორც ამორტიზატორები, რაც ხელს უწყობს ხერხემლის დაცვას მოძრაობისა და ტვირთის აწევის დროს. თითოეულ დისკს აქვს მყარი, მოქნილი გარეშე და რბილი ელასტიკური ცენტრი, სახელად პულპოზური ბირთვი. როდესაც დისკი ზიანდება, მის გარშემო მდებარე მალების ძვლებს შორის შეიძლება განვითარდეს ფიზიკური კონტაქტი. გადაგვარებულმა დისკმა შესაძლოა გამოიწვიოს არასტაბილურობა ხერხემალში, ხოლო არასტაბილურობამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი ტიპის ძვლოვანი წანაზარდების განვითარება, რომელსაც ეწოდება ენთეზოფიტები. ენთეზისი არის შემაერთებელი ქსოვილის ნაწილი, რომელიც ამაგრებს ძვალზე სხვა რბილ ქსოვილს, როგორიცაა იოგი. როდესაც მალთაშუა დისკოს ქსოვილი ნელ-ნელა იცვითება, ახლომდებარე იოგები, რომლებიც ამაგრებენ მალებს, სუსტებიან. ამის გამო ხერხემლის სეგმენტი კარგავს გარკვეულ სტაბილურობას. არასტაბილურობას მოყვება იოგებზე დამატებითი სტრესი, რაც იწვევს მათ ანთებას. ეს იოგები ასევე შეიძლება ბუნებრივად გასქელდნენ ზედმეტი მოძრაობის შესამცირებლად და გარკვეული სტაბილურობის დასაბრუნებლად. ენთეზისის მიდამოში ვითარდება ანთება. ენთეზისის ანთება ხელს უწყობს მალებზე ძვლის ზრდას. მალის ძვლის უჯრედები დეპონირდება იქ, სადაც ისინი ნორმალურ პირობებში არ არსებობენ, რაც იწვევს ენთეზისის ქსოვილის კალციფიკაციას. ეს კალციფიკაცია ქმნის მალის ძვლოვან წანაზარდებს, ან ეგრეთ წოდებულ კალციუმის მარილების დაგროვებას. ენთეზოფიტები არ არის მხოლოდ დეგენერირებული დისკების შედეგი. ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს ნებისმიერი დაზიანებით, ქრონიკული ფიზიკური ზეწოლით ან დაავადებით, რაც იწვევს რბილი ქსოვილების ანთებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დეგენერირებულმა მალთაშუა დისკებმა შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოართრიტი და პირიქით. ხერხემლის სვეტი ძვლებისა და რბილი ქსოვილებისგან შემდგარი რთული სტრუქტურა და დაზიანებებს ან დეგენერაციას ერთ უბანში შეუძლიათ გამოიწვიონ კასკადური ეფექტი. ზუსტი დიაგნოზის დადგენა არის ერთადერთი გზა ხერხემლის ტკივილის გამომწვევი მიზეზის გასარკვევად.